ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ქართულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები. 2012 წლიდან ცენტრში ამოქმედდა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ პირადი არქივების აქტუალიზაციას და უკეთ გაცნობას პედაგოგიური საზოგადოებისათვის. პროექტის სახელწოდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, როგორც სასწავლო საგანმანათლებლო რესურსი სკოლისათვის. ახლა ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 105 წელს. ყველა ეს პროგრამა არის კომპლექსური, შეიცავს რამდენიმე კომპონენტს, რასაკვირველია გამოფენას, რომელზედაც გამოიფინება ავტოგრაფები, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ორიგინალური მასალა და შემდეგ დანარჩენი აქტივობები ამ მასალის ირგვლივ ტრიალებს ფაქტიურად. ილიას ძალიან სპეციფიური შემოქმედებითი სამზარეულო ჰქონდა, საწერ მასალათაც განსაკუთრებულ ტექნიკას იყენებდა. მის არქივო მასალაში ბევრად ჭარბობს აი ეს ცისფერი ფერის ფურცლები, იყენებდა შინდისფერ მელანს. ძალიან კარგი ხელი აქვს ილიას, შავი ნაწერებიც კი რაღაცა გამორჩეული კალიგრაფიით არის შესრულებული. რაც შეეხება მის შემოქმედებით სამზარეულოს, თქვენ აქ ხედავთ გამოფენილია სტენდში ილიას აჩრდილის პირველი ვარიანტი, რომელიც დაწერილია 1859 წელს. უკანასკნელი ვარიანტი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ეს არის 22 წლის შემდეგ, 1891 წელს დაწერილი. მთელი 22 წელი ამუშავებდა ეს ადამიანი ამას. შეეხება მის პირად მიმოწერას. პირადი მიმოწერა ზოგადად ძალიან საინტერესოა ნებისმიერი ადამიანისა, მაგრამ ილიას პირადი მიმოწერა, რომელიც სახელდებულია, ახსნილია როგორც კერძო ხასიათის მიმოწერა, სრულად საზოგადოებრივი მნიშვნელობის არის. აი, ძალიან საყვარელ ადამიანს ინტიმურ წერილში, რომ აი ესეთ საჯარო საკითხებზე ესაუბრები, როგორც არის ბანკი, როგორც არის დრამატული თეატრი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სასამართლოების, სამართლიანი სასამართლოს პრობლემა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია ამ საზოგადოებრივი საკითხებით.